ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ისტორია საქართველოს თანამედროვე მედიცინის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კლინიკა 1996 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიისა და გულის თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკის და მკურნალობის სპეციალიზირებული ცენტრი. მისი შექმნა უკავშირდება ადამიანურ ისტორიას, რომელმაც საქართველოში ბავშვთა კარდიოქირურგიის სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისი განსაზღვრა. ჰოსპიტალი ატარებს ამერიკელი საზოგადო მოღვაწის, ჯოენ მაკგოვენის სახელს. ქალბატონი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის სისტემის ჩამოყალიბებაში. თუმცა 1980-იანი წლებიდან მისი საქმიანობა სრულად დაუკავშირდა ჰუმანიტარულ და სამედიცინო პროექტებს. ერთ-ერთი ასეთი ისტორია პატარა გოგონას დახმარებას უკავშირდება, რომელსაც გულის მძიმე მანკი ჰქონდა და რომლის მკურნალობაც იმ დროისთვის საბჭოთა სივრცეში შეუძლებელი იყო. ჯოენ მაკგოვენმა ბავშვი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანა, სადაც წარმატებული ოპერაციის შემდეგ გოგონა სრულად გამოჯანმრთელდა. სწორედ ამ გამოცდილებამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება შეექმნა კარდიოქირურგიული ცენტრები იმ ქვეყნებში, სადაც მსგავსი სამედიცინო სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო. კლინიკის გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში, 1996 წლის 23 სექტემბერს, ჯოენ მაკგოვენი გარდაიცვალა. თუმცა მისმა საქმიანობამ და იდეამ საქართველოში სიცოცხლე განაგრძო. დღეს ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენს. დაწესებულებას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილიანობის და ავადობის შემცირებაში. 30 წლიანი განვითარების განმავლობაში კლინიკა ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიბდა. ჰოსპიტალი დღეს საქართველოში გულის თანდაყოლილი პათოლოგიების თითქმის ყველა სირთულის ოპერაციას ახორციელებს. გარდა გულის ტრანსპლანტაციისა. ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგიის პარალელურად აქტიურად განვითარდა ანგიოქირურგიული, თერაპიული და ნევროლოგიური მიმართულებები. მესამე სართულზე ვიმყოფებით ახალ სივრცეში, ბატონო დოზა? დიახ, ეს არის ახალი სივრცე ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის, სადაც განაგებულია სამი ახალი განყოფილება. ეს არის ქირურგია, ასევე ბარიატრიული მომსახურებებით, ეს არის ნევროლოგია და ტრaumatologია. ხედავთ, რომ ეს სივრცეები სამივე გამოყოფილია ერთმანეთისგან, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პალატები, პოსტოპერაციული სივრცეები, ინტენსიური თერაპიის პალატები და ამ სივრცეს აქვს თავისი ახალი საოპერაციო, რომელსაც ვნახავთ და ასევე პოსტოპერაციული სივრცე, სადაც ქირურგიული ოპერაციის შემდეგ გარკვეული პერიოდით ყოვნდებიან პაციენტები. ანუ მესამე სართულზე ერთიანდება ყველაფერი, რაც პაციენტს სჭირდება. რა თქმა უნდა. აქედან გასვლა აღარ არის საჭირო. აღარ არის საჭირო, ამ სართულზე იწყება პროცესი და მთავრდება. კი. 2023 წლიდან ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა მიიღო C-ტიპის შერეული მრავალპროფილური სტაციონარი სტატუსი, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა სამედიცინო სერვისების სპექტრი. დღეს ჰოსპიტალში ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური, მოზრდილთა და ბავშვთა ამბულატორია, სტაციონარი, ქირურგიული და კლინიკური მედიცინის დეპარტამენტები, კლინიკური ლაბორატორია და ფსიქოსოციალური სამსახური. 75 წლის მამაკაცი, რომელსაც დაესვა დიაგნოზი აორტის სარქულის კრიტიკული სტენოზი და ერთ-ერთი მთავარი კორონარული არტერიის მკვეთრი სტენოზი. ამჯერად მოხდა სარქულის პროთეზირება და კორონარული შუნტირება. ოპერაცია ახლა არის დასკვნით, ანუ საბოლოო ეტაპზე, რა ვამთავრებთ მალე. შვიდობით ჩაიარა ოპერაცია. წარმატებები. ჩვენი დღევანდელი ახლა ამ წუთის პაციენტი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც სამწუხაროდ სხვა კლინიკებში, რამოდენიმე კლინიკაში უთხრეს, რომ მისი კიდური ვერ შენარჩუნებოდა. და ჩვენი ჰიბრიდული საოპერაციო ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გვაძლევს საშუალებას, რომ ერთ სივრცეში სულ პატარა განაკვეთით მოვახდინოთ დაზიანებული დათრომბილი სიზარღვების გაწმენდა და ამასთანავე მოვახდინოთ ანგიოგრაფია, ბალონირება და ახალი სიზარღვები, ასე რომ ვთქვათ, წარმოუქმნათ ქალბატონს, რომელსაც უიმედო მდგომარეობა ჰქონდა და იყო საუბარი კიდურის დაკარგვას. არსებული საოპერაციო გვაძლევს საშუალებას, რომ ასაკოვან ადამიანებს ქვემო კიდური შეუნარჩუნოთ და ინვალიდიზაციის ხარისხი არ გქონდეს ქვეყანაში. ჯოენის ჰოსპიტალმა თავის დროზე საქართველოში ჩვენს ქვეყანაში თქვა სიტყვა. ამ სიტყვას ქვია ხარისხი.
ეს ხარისხი არ მოვიდა ერთ დღეში. ეს ხარისხი იყო მიზანი, საითაც ვისწრაფებოდით ყოველთვის. და მე მიხარია, რომ ჩვენ ამას მეტნაკლებად მივახციეთ და ისევ მაგზას ვარგევართ. იმისთვის, რომ უზრუნველყო ხარისხი შეგჭირდება რესურსი. დღეს ევროპის უნივერსიტეტთან ერთად არის იმის საშუალება, რომ ჩვენ ეს ხარისხი შევინარჩუნოთ. ჩვენი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 96 წლიდან მოყოლებული დღემდე ტარდება აბსოლუტურად ყველა ჩარევა თუ ოპერაცია, რაც კი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დღესდღეობით კეთდება. გარდა, რა თქმა უნდა, გულის გადანერგვისა. ამ ჩარევების 99% პირველად საქართველოში სწორედ ჩვენს კლინიკაში დაინერგა და ჩატარდა და რაღაც მცირე პროცენტი კი პირველად რეგიონში და პირველად ამიერკავკასიაში ჩატარდა სწორედ ჩვენს საავადმყოფოში. არსებობს ბევრი რთული ოპერაცია, რომელიც ინოვაციურია, ჩვენ ვცდილობთ არ ჩამორჩეთ მსოფლიოს და დროულად დავნერგოთ ეს ოპერაციები, თუმცა ზოგ ჩარევაზე ვიცით, ველოდებით 2-5 წლის შედეგებს და თუ ის გვაკმაყოფილებს, შემდგომ უკვე ნერგავთ ჩვენს კლინიკაში. ჩვენი კლინიკა ყოველთვის დღიდან დაარსებისა ორიენტირებული იყო განათლებაზე და სიახლეების დანერგვაზე. აქ მეტი არაფერზე არ იყო არასდროს საუბარი და მეტი ინტერესი ამ კლინიკას არ ქონია. ამიტომაც იყო, რომ სტრუქტურა იყო სწორედ არამომგებიანი იურიდიული პირისა. აქ არ შეიძლება, აქ მთელი შემოსავალი იხარჯებოდა ექიმების განვითარებაზე და კლინიკის განვითარებაზე. და აქვე მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი მონდომება და გვერდზე დგომა ევროპის უნივერსიტეტისა და ჩვენი ახალი ადმინისტრაციისა იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ სიახლეებზე და მეტად თანამედროვე აპარატურის იქნება თუ შესაძლებლობებზე ფიქრი. იმიტომ რომ ეს მათი მხრიდან უდიდეს ძალისხმევას და ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ჰოსპიტალში დანერგილია უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები. ეს არის ერთ-ერთი საოპერაციო, ეხლა აქ ოპერაცია არ მიმდინარეობს, ამიტომ შეგვიძლია შევიდეთ და თქვენ ხედავთ ულტრათანამედროვე აპარატს, ეს გახლავთ OARM-2 მსგავსი აპარატი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს რეგიონში, არ მარტო რეგიონში, არამედ მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ფერქვეყანაშიც არ არის, ბევრ კლინიკაში არ არის. ეს გახლავთ ინტრაოპერაციული ვიზუალიზაციის სისტემა, როდესაც ოპერაციის დროს ოპერატორი ონლაინ ხედავს ყველაფერს. თუ რა манипуляცია ხდება, როგორ ხდება ეს манипуляცია და ყველაფერი ეს უზუსტესი, ასე ვთქვათ, 3D რეჟიმში გამოისახება. ჩვენთან დაინერგა OARM ნავიგაციით ოპერაციების წარმოების ტექნიკა, რაც არის დღევანდელი დღე ნეიროქირურგიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პაციენტებისთვის, არა მარტო ქართველი პაციენტებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რადგან მსგავსი აპარატურა პრინციპში არ მოიძებნება მთელს რეგიონში. ეს გულისხმობს დროის ეკონომიას, გულისხმობს რესურსების ეკონომიას, პაციენტის და ექიმის რესურსების მნიშვნელოვნად შეზღუდვას და შემცირებას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წანამძღვარი იმ საქმეში, რომ პაციენტს არ ვავნოთ. ანუ ინტრაოპერაციულად გვაქვს საშუალება ვაკონტროლოთ ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია, ყველა მნიშვნელოვანი ანატომიური სტრუქტურა, დავზოგოთ მნიშვნელოვნად ანატომიური სტრუქტურები, შევამციროთ სიზანაკარგი და შევამციროთ ანესთეზიის დრო. ჰოსპიტალის მისიაა პროფესიონალთა გუნდის მიერ პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სერვისებით. ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს კარდიოლოგიური განყოფილება. ჩვენ პაციენტებს ვემსახურებით 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. ჩვენთან თავსდებიან ისეთი პაციენტები, რომლითაც აქვთ გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის რითმის დარღვევები. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და გამჯანმრთელებაზე ზრუნავს კვალიფიციური მედპერსონალი. მათ ჰოსპიტალიზაციის პერიოდში უტარდებათ ყველა შესაძლო და საჭირო კვლევები, როგორც არის ლაბორატორიული კვლევები, ინსტრუმენტული თუ მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების განათლებას, ინფორმირებულობას და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. მოგესალმებით ჩვენს ჰოსპიტალში. ფუნქციონირებს ბავშვთა განყოფილებები, მათ შორის ბავშვთა თანდაყოლილი მამაკების განყოფილება და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიდგომას. მიდგომა იწყება საუბრით.
საუბარი წყება მშობლებთან, იმიტომ ჩვენ ვეხებით მათ ანგელოზებს, მათ სიცოცხლეებს და ვცდილობთ გამოვასწოროთ და შეუნარჩუნოთ ის, რასაც ქვია ჯანმრთელობა. ამ საქმეს ჩვენ ძალიან გვეხმარება ის სამსახური, რომელსაც ქვია ბავშვთა ფსიქოლოგიური სამსახური, რომელთანაც ერთად ჩვენ მუშაობით, ჩვენ ბევრ სირთულეებს ვლახავთ და წარმატებულად ვასრულებთ კეისებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები იღიმოდნენ. ბავშვთა და ოჯახზე ორიენტირებული ზრუნვა არის ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი დაარსების დღიდან მოყოლებული. შესაბამისად, თამაში არის ჩვენთან კურნალობის, სამედიცინო პროცედურების განუყოფელი აუცილებელი ნაწილიც კი. ჩვენ ამას არ უყურებთ როგორც ფუფუნებას, ან როგორც დამატებით სერვის, ეს არის გზა, რითაც შეგვიძლია ბავშვებთან სანდო, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება. თავის მხრივ ეს ყველაფერი ხელს უწყობს გამოჯანმრთელების პროცესს, ეს არის мотиваცია ბავშვებისთვის, მოძრაობისთვის, ფიზიკური აქტივობისთვის, ექიმებთან და სამედიცინო პერსონალთან უკეთესი თანამშრომლობისთვის. კლინიკის ხედვა, როგორც მოწინავე ჰოსპიტალმა შეინარჩუნოს და განავითაროს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სერვისები, დანერგოს ახალი ტექნოლოგიები და ხელი შეუწყოს სამედიცინო პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. ამ ახალ განყოფილებებს, როგორც გითხარით, აქვს თავისი სარეანიმაციო სივრცე, თავისი ახალი საოპერაციო. აქვე არის განლაგებული ექიმების ოთახები, სხვა მედპერსონალის სამუშაო სივრცე და ოთახები და მთლიანობაში ეს ქმნის ერთიან კომპლექსს. პირველ რიგში, როგორც ქირურგი, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საოპერაციო სივრცეს. მე პირადად როცა დავიწყე ამ კლინიკაში მუშაობა, აღფრთოვანებული ვიყავი ამ საოპერაციო სივრცით, იმიტომ რომ არის მაქსიმალურად კომფორტული როგორც ქირურგისთვის, ასევე ანესთეზიოლოგიური სამსახურისთვის და ასევე თითოეული ერთისთვის, რა თქმა უნდა, პაციენტისთვის არის გამოყოფილი ცალკე საოპერაციოები ერთ საოპერაციო სივრცეში, ერთ დიდ საოპერაციო სივრცეში, რომლებსაც აქვს თავიანთი პოსტოპერაციული დარბაზები და პოსტოპერაციული სივრცე და მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით საქართველოში ძალიან ბევრი საოპერაციო და ძალიან ბევრი კლინიკას არ აქვს ის შესაძლებლობები, რა შესაძლებლობებიც ამ ჰოსპიტალს გააჩნია. ეს რეანიმაცია არის ძირითადად კარდიოვასკულარული რეანიმაცია, სადაც არიან კარდიოქირურგიული პაციენტები, კარდიოლოგიური პაციენტები და ენდოვასკულარული პაციენტები. კლინიკა და ზოგადად განყოფილებაც არის აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით, სრული აღჭურვილობა, რაც მოიცავს ყველა პირველი, მეორე და მესამე დონის ინტენსიურ თერაპიას და რეანიმაციას, ასევე ხვდებიან პაციენტები, რომლებიც არიან არა მარტო კარდიოქირურგიული, არამედ გართულებული თერაპიული პაციენტებიც. ჩვენს კლინიკაში დავნერგეთ უახლესი 2026 წლის რენტგენოლოგიური სისტემა, ეს არის Shimadzu G4, რომელსაც აქვს საუკეთესო გამოსახულება მინიმალური დასხივების ფონზე. რენტგენოლოგიურ აპარატს აქვს ტომოსინთეზის ფუნქცია, რაც გულისხმობს სხვადასხვა გამოსახულების ჭრილებად დამუშავების საშუალებას. ასევე ბავშვებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გვაქვს ადაპტირებული გარემო, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო მათთვის. ჩვენს კლინიკაში ვაკეთებთ როგორც კონტრასტულ, ასევე უკონტრასტო კვლევებს. კონტრასტული კვლევების შემთხვევაში შესაძლებლობა გვაქვს ამ გამოსახულების მთლიანი ვიდეო უწყვეტ რეჟიმში ჩაწერა და შემდგომში შეგვიძლია რეკონსტრუქციის ჩატარება და ასევე სხვადასხვა ცვლილებების შეტანა. ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სისხლის ბანკმა ახალ სივრცეშიც გადაინაცვლა. ევროპის უნივერსიტეტის ძალისხმევით და ფინანსური მხარდაჭერით ჯოენის სისხლის ბანკი სრულიად განახლებულ სივრცეში შეუდგა მუშაობას. გაუმჯობეს და პერსონალის სამუშაო პირობები შეიქმნა დონორების მისაღები და მოსასვენებელი კომფორტული სივრცეები. განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა, რაც სისხლის ბანკს საშუალებას აძლევს უფრო მეტი დონორი მიიღოს და შესაბამისად მეტი რაოდენობით დაამზადოს უფრო მაღალი ხარისხის სისხლის კომპონენტები. ჯოენის ჰოსპიტალისთვის ნიშნავს იმას, რომ მას აქვს სისხლის ბანკი, რომელსაც აქვს სისხლის კომპონენტების წარმოება. სისხლის ბანკი არეგულირებს ჯოენის ჰოსპიტალის სისხლის მარაგებს და უზრუნველყოფს ტრანსფუზიას. ჯოენის კლინიკის გარდა თქვა სხვა კონტრაქტორი კლინიკებისთვისაც გვაქვს სისხლის კომპონენტებით მომსახურების ვალდებულება. ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სისხლის ბანკი
26 წლის იანვარში გადმოვიდა ამ სივრცეში. ეს სივრცე გარემონტა ევროპის უნივერსიტეტის დახმარებით, მისი დაფინანსებით. ახალ სივრცეში გადმოსვლამ ძალიან ბევრი შესაძლებლობა მოგცა, ელემენტარულად გავზარდეთ სავარძლების რაოდენობა, უფრო მეტი ადამიანი შეგვიძლია მივიღოთ, უფრო კომფორტული გარემო არის დონორისთვის და მედპერსონალისთვისაც. ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მთავარი ღირებულებები არის პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ეთიკის კულტურა და პაციენტის მიმართ ემპათია. ღირებულებები, რომლებმაც კლინიკა წლების განმავლობაში მაღალი ნდობის და პროფესიული ლიდერობის სიმბოლოდ აქცია.